მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება რას ფიქრობს, როგორ მოიქცევა რაგელით ერთად. ერთ პოზიციაზე ვშლით, ასარჩევი პოზიციები დღეს არ გვექნება, ვისაც ასეთი გაშლები გიყვართ უყურეთ ვიდეოს. თუ თქვენზე რეზონირდა, რა თქმა უნდა, ბოლომდე დარჩით ჩემთან ერთად. პირადი კონსულტაცია ვისაც გსურთ, ან ტაროს შესწავლით ხართ დაინტერესებული. დეტალებისთვის მესენჯერში დამიკავშირდით, მომწერეთ. Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის ვიდეოს აღწერაში, კომენტარების ველშიც. უკვე ჩაწერილ ვიდეოებს, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ უყუროთ, რადგან მაშინ იწყებს ინფორმაცია რეზონირებას, როდესაც ვიდეოს ჩართავთ და მოусმენთ და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საიტზე, როდის არის ის განთავსებული. ახლა კი კონცენტრირდით იმ ადამიანზე, ვისაც გინდათ რომ ტარომ გვიპასუხოს. შეგიძლიათ მისი სახელიც წარმოსთქვათ და გავიგოთ, რას ფიქრობს ეს პიროვნება. გაშლა დაიწყო საკმაოდ რთული არკანით, ეს არის კოშკის მაღალი არკანი. ამ პიროვნების გადმოსახედით და ფიქრით თქვენს ურთიერთობაში ან სერიოზული კრიზისი არის ახლა, ან სერიოზული ჩხუბი მოხდა, ან ფიქრობს რომ დაშორების პირას ხართ და გარდაუვალია ეს. ძიმე ფიქრები არის, მინდა გითხრათ. თუ ინიციატივა თქვენ გამოიჩინეთ და პრობლემა წამოჭერით და მასთან დიალოგი გადაწყვეტეთ და მას ბევრი თქვენი ემოცია გაუზიარეთ, იცოდეთ რომ ახლა მის გონებაში ბევრი გარდამტეხი მომენტი ტრიალებს, ფიქრობს. შეიძლება არჩევანის წინაშეც დააყენეთ ეს ადამიანი და ამაზე ფიქრობს, მაგრამ აქ ცოტა სუსტად ამანახა ამ პიროვნებამ სიმართლე რომ გითხრათ, აქ ადამიანს აქვს ისეთი უნარი, პრობლემების მოგვარების მაგივრად შეუძლია რომ რაღაცებში უბრალოდ ადგეს და გაიქცეს. ეს შეიძლება იყოს პასუხისმგებლობის აღების შიში. ან თავის თავში ბოლომდე დარწმუნებული არ არის. ყოველ შემთხვევაში რაღაც პრობლემის წინაშე არის ურთიერთობა, რის გამკლავებაც ამ პიროვნებას არ შეუძლია. დღევანდელი ფონი არის ასეთი, ეს შეიძლება მის გონებაში მძაფრად არის ახლა ამაზე ემოცია აქვს აყოლილი და ამიტომ ამოვიდა ეს არკანი, ან შეიძლება მართლა ძალიან დიდი პრობლემა გაქვთ ახლა ურთიერთობაში, მაგრამ რა თქმა უნდა პირველივე არკანით არ გადავწყვეტოთ საბოლოო ბედი. კიდევ გავიგოთ რას ფიქრობს. ამ პიროვნების ფიქრი არის ასეთი, რომ არის პრობლემები ურთიერთობაში, მაგრამ მე მირჩევია თვალი დავხუჭო. შეიძლება აქ პიროვნება იყო ძალიან კომუნიკაბელური თავიდან, საკმაოდ კარგი მოსაუბრე, მაგრამ ახლა არის ეს ადამიანი ჩაკეტილი პირად საზღვრებში, კომუნიკაციის უნარი დიდად აღარ არის, სურვილი აღარ არის მისი მხრიდან. შეიძლება აქ გაჩნდა რაღაც პრობლემა და როგორც კი პრობლემა გაჩნდა, ეს ადამიანი ურთიერთობიდან განზე გადგა. მისი ფიქრები ამას იაზრებს, თავის სისუსტეს, თავის მხარეს აღიარებს, მაგრამ ეს აღიარება შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ თავის თავთან და თქვენთან ეს აღიარება არ მოჰქონდეს და თქვენ ამის გამო ბრაზობდეთ. ერთმანეთზე გაბრაზება არის. ერთმანეთზე არა, უფრო თქვენი ბრაზი არის, რომელსაც აშკარად გრძნობს ეს პიროვნება და რაღაც მომენტში იმასაც იაზრებს, რომ კი მე რაღაცას ვერ გავუმკლავდი. თავის თავში აღიარება არის. კიდევ ნახოთ თქვენზე რას ფიქრობს. შეიძლება ფიქრობდეს ახლა, რომ თქვენ მასთან ურთიერთობაში ბედნიერი აღარ ხართ. რომ თვითონ არის ის ადამიანი, რომელიც არის თქვენი ცრემლების მიზეზი.
ხო, ну, რა ვქნა, აქ ადამიანს აქვს ცოტა ესეთი შეიძლება ეს გადაჭარბებული ემოციებიც იყოს. შეიძლება ფიქრობდეს, რომ თქვენ გაგიცნოთ როგორც ძალიან ძლიერი ადამიანი, თქვენ მასთან ურთიერთობაში იყავით ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, იმპერატრიცად გხედავდათ, იმპერატორ ქალად. ეს არის ქალი, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე საყვარელი, ყველაზე ესეთი საოცნებო ქალი, მაგრამ მიხვდა, რომ თქვენთან ურთიერთობაში ბევრი შეეშალა, ფიქრობს, რომ იმის მაგივრად, რომ გებრწყინათ და გეკაშკაშათ ურთიერთობაში ბევრი პრობლემა გაჩნდა. ამას ვერ წარმოიდგენდა, ასე გამოსულიყო მას არ უნდოდა, მაგრამ იმ რეალობას, რაც ახლა არის, ვერაფერს უხერხებს და თქვენ არ გხედავთ ამ ურთიერთობაში ბედნიერს. ესეთი ფიქრები აქვს. საკმაოდ რთული ემოციების წინაშე დგას ეს ადამიანი, გაზრების წინაშე დგას, მაგრამ ვერ ვხედავ, რომ თქვენთან ამას საუბრობთ. ეს გულში აქვს ეს ყველაფერი ემოციები. მას აქვს საკუთარ თავთან დიალოგები, ვიდრე თქვენთან. თქვენთან ისეთი იმიჯი შეიძლება გქონდეს ახლა თქვენს თვალში, რომ როგორც კი პრობლემა გაჩნდება, უბრალოდ კარს მოიხურავს და მიდის. ასე ხედავდეთ. კარგით, ვნახოთ აბა, ამის შემდეგ როგორ მოიქცევა. ხო. მოქმედებაშიც საკმაოდ გაუგებარი ქმედებები აქვს ამ ადამიანს. აქ შემიძლიათ ესეთი რაღაც გითხრათ, რომ მოქმედებაში ისევ პატარა იმედგაცრუების წინაშე შეიძლება დადგეთ მისგან. პირველ რიგში ელოდებით, რომ უფრო მეტად გაიხსნება და პრობლემას სხვანაირად შეეჭიდება, ან უბრალოდ გულისხმიერად და გულახდილად ისაუბრებთ. ამ ადამიანს ჯერჯერობით ქმედებებში აქვს ჩაკეტილობა, განზე გადგომა. მაგრამ მაინც ქმედებებში შეატყობთ, რომ თქვენს გარშემოტრიალებს და ბოლომდე ურთიერთობას ვერ ეშვება, ვერ გეხსნებათ. თითქოს გაიქცა ამ ურთიერთობიდან, მაგრამ თან თქვენს გარშემო ისე ტრიალებს და თავს შეგახსენებთ. შეიძლება რაღაც პერიოდი იმდენი ხანი დაიკარგოს, რომ მის შესახებ რაღაცები არ იცოდეთ, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება, აუცილებლად რაღაც ნიშანს მოგცემთ, რომ თქვენს გვერდით არის, მაგრამ თქვენი გაბრაზება იგრძნობა აქ, რომ ისეთი განცდას დაგიტოვებთ მისი ქმედება, რომ არის ძალიან ზედაპირული, არის ძალიან უმნიშვნელო, ისეთი ხელჩასაჭიდი არ არის, რომ თქვენთვის იყოს ეს ან ბოდიშის მოხდა, ან სერიოზული ნაბიჯი, არა. თითქოს ამ ვითარებას ეს მისი პატარა გამოჩენა თუ ურთიერთობაში პატარა ცდილობები თქვენთვის უკვე აღარ არის ისეთი ღირებული. იმიტომ რომ იმდენი პრობლემა არის დაგროვებული, რომ ეს პატარა ნაბიჯები აღარ შველის არაფერს. აი ესეთი პერიოდი შემოდის, მაგრამ მაინც ვნახოთ კიდევ. როგორ მოიქცევა? ის რასაც ყველაზე მეტად გაურბის, მაინც მოდის ურთიერთობაში ის ეტაპი, რომ ვეღარ გაექცევა ამ დიალოგს და აუცილებლად გარდამტეხი დიალოგის წინაშე დადგებით ორივე. შეიძლება ახლა გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს, თითქოს რაღაც მომენტში არჩევანს იტოვებს, თითქოს ბოლომდე ყველაფრის თქმა არ უნდა, მაგრამ მიიყვანთ თქვენი იმ ზომამდე ჭყალებში მას აიძულებთ, რომ დიალოგზე წამოვიდეს და მნიშვნელოვან თემებს შეეხოთ. მას არ უნდა დიდი სურვილი არ არის, მაგრამ თქვენ ეს გჭირდებათ და აქედან გამომდინარე მაინც მოდის ის ფაქტორი, რომ თქვენ გაქვთ იმის ძალა, რომ ამ პიროვნებას სათქმელი ათქმევინოთ. რის მოსმენაც გინდათ, იქნება კითხვა და უნდა იყოს კონკრეტული პასუხი, ასეთი პოზიციით მიდიხართ მასთან.
და ამის წინაშე დადგება და მაინც ვერ გაიქცევა საბოლოოდ ამ დიალოგს. და რა გელით ამ ყველაფრის შემდეგ ერთად. სხვათა შორის აი ამ რთული ვითარებიდან გამომდინარე შეიძლება იმედი გადაგეწუროთ, რომ რაღაც შეიძლება იყოს ისევ თქვენ შორის და უფრო ფიქრობდეთ, რომ ფინალისკენ მიდიხართ, მაგრამ ზუსტად მოდის ისეთი მნიშვნელოვანი მდგომარეობა, რომ ერთად კიდევ ერთი გამოწვევა, კიდევ ერთი შანსი რჩება თქვენს ურთიერთობაში, რომ ყველაფერი სცადოთ ხელახლა. მოდის ამ ურთიერთობაში ის ფაქტორი, რომ ამ კრიზისს ორივე გავუმკლავდებით. ოღონდ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დეტალის დამუშავება თქვენს ხარჯზე ხდება. ეს არის ძლიერი ქალის ძლიერი ქალბატონის მიერ შენარჩუნებული ურთიერთობა. თქვენთან რაც იქნება. ამ პიროვნებას მიუხედავად იმისა, რომ აქვს ესეთი მიდგომები და შინაგანი მერყეობები, მერყევი ხასიათი რაღაცებში და პრობლემებთან გამკლავების უნარი ისეთი აქვს ხოლმე, რომ რაღაც მომენტში განზე გადგება და დისტანცირდება, თქვენთან ურთიერთობის გაშვების სურვილი არ აქვს. ანუ ურთიერთობაში არ არის ამოწურული არც ემოცია, არც მომავლის იმედი. ერთად ის გელით, რომ ეს ადამიანი რაღაც სტაბილურობაში, რაღაც ურთიერთობაში უკვე დალაგებული აზრებით, დალაგებული, დამშვიდებული ნერვებით წყვეტს მნიშვნელოვან საკითხს თქვენთან და ორივე თანხმდებით იმაზე, რომ ეს ურთიერთობა კიდევ ერთ შანსს იმსახურებს. და გაჩნდებათ ზუსტად ეს შანსი, რომელიც შეიძლება დღევანდელი ფონით იყოს საკმაოდ ისეთი დღევანდელი განმოსახედით ორივეს გქონდეთ ისეთი განცდები, მით უმეტეს თქვენ რომ ძალიან ეჭვგებარებოდეთ ამაში, რომ კიდევ რა შეიძლება მოხდეს ახლა მასთან ამ ყველაფრის მერე. აქედან გამომდინარე ეს დიალოგი, რაც ვახსენე, რომ თქვენ შორის აუცილებლად შედგება, გადაწყდება ისე, რომ იქნება საკმაოდ ნაყოფიერი და თქვენს ურთიერთობაში მოდის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები. კიდევ ვნახოთ რა გელით ერთად. ახალი ფურცელი. განულება და ყველაფრის ახლიდან დაწყება. ძალიან საინტერესოა. დღევანდელი ფონი არის ძალიან რთული, ამას თავიდანვე ავღწერ, როგორი მომენტიც არის ურთიერთობაში, მაგრამ თქვენს ურთიერთობაში თქვენი გზები ერთმანეთს არ ცილდება და ჩდება ახალი შანსები. და ეს შანსები და ეს ყველაფერი მოდის აქ ისეთი ინფორმაცია, რომ ხდება თქვენი გონიერების, თქვენი მიდგომის, მოთმინების და აი ამ მოხერხებულობის ძლიერი ენერგეტიკის ხარჯზე. თქვენ საკმაოდ გარდამტეხ როლს ითამაშებთ ამ ყველაფერში. მე დაგემშვიდობებით წარმატებებს გისურვებთ ყველას, მომავალ შეხვედრამდე.